თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, რაც პოლიტიკურ გარემოს განსაკუთრებულად დაეთყვა მონაწილე პარტიების მნიშვნელოვანწილად კი მმართველი გუნდის ეკონომიკური დაპირებები ხშირად რეალურ შესაძლებლობებს ცდება, ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ ვისაუბროთ ამ დაპირებების ბიუჯეტთან თავსებადობაზე, საინვესტიციო გარემოსა და გამოწვევებზეც, რომლის წინაშე შეიძლება ქვეყანა არჩევნების შემდეგ დადგეს. ფინანსისტი ნიკა შურღაია გვერდდება გადაცემაში ამ თემაზე შესაუბროთ. დილამშვიდობისა და დანიკა, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მოკლე შეჯამებით და შეფასებით დავიწყოთ მიმდინარე გარემო ეტყობა თუ არა და შეინიშნება თუ არა ქვეყანაში ის რომ უახლოეს რამდენიმე დღეში უკვე არასრულად დღეში არჩევნები გაიმართება და რა ტიპის გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ეკონომიკურ აქტივობაზე. გამარჯობა თათია, მივესალმები თქვენს მაყურებლებს. Ესე გიპასუხებთ. Такие вопросы задаете, что даже неудобно отвечать. მე ამას ესე ვუპასუხებ რა. თქვენს გადაცემას უყურებს საქმიანი ადამიანები. და ესენი არის გონიერი ხალხი. თავის ცხოვრების არჩევანი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ გონიერი ხალხი და მიხვედრილი და თავად მიხვდებიან რას ვამბობა. ასეთი ლექსი არის გიორგი ჭალადიდელის დედის დარიგება ქვია. გახსოვდეს შვილო გამოცდილია, თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებაზე ყოველი შრომა დაკარგულია. ეს არის ჩემი პასუხი ამ საკითხზე და კიდევ ცოტა გავაგრძობ ფილოსოფიას და მერე ვისაუბროთ უფრო რაღაცაზე თუ გინდათ დეტალებზე. სიმართლისადმი დამოკიდებულება განაპირობებს მეცნიერულად ადამიანის ფსიქოლოგიას და ქრისტიანულად მართლმადიდებელი ვარ და მართლს უნდა ვადიდებდე და თუ ადამიანი სიმართლეს არ ხედავს და პირიქით სიცრუეს აჯერებს საკუთარ თავს, მაშინ ის ბოროტის სამსახურში შედის და ნაყოფი გამოდის მისგან ყოველგვარი ბოროტი. თუ ადამიანი სიმართლეს ვერც კი უსწორებს თვალს, ის ვერ არის კარგად, ცუდად არის და თავს იქცევს, რაღაც წამოწება ტელევიზორს უყურებს, ადალიოს, როგორ გაერთოს, როგორ გადააყოლოს გული და ცუდად არის. თუ სიმართლეს უსწორებს თვალს, მაგრამ ამბობს, რომ მე არ შემიძლია, მე შინია, მაშინ ეს ადამიანი შულს კარგად გაზდის, რაღაცა შეიძლება კარგი გამოუვიდეს, თუმცა წვალებაშია სულ, იმიტომ რომ იცის რომ ვერ აკეთებს და მერე თავს აჯერებს რომ ესაა ჩემი არჩევანი. თუ ადამიანი სიმართლეს ხედავს და ცდილობს გააკეთოს, მაგრამ ხანდახან დაუძლეველი ძალის წინაშე რაღაცას ხრიკებს მიმართავს, და შეიძლება ნაცარქექიას გზა იყოს. მაშინ ძირითადად კარგად იქნება, თუმცა ხანდახან იწვალებს, იმიტომ რომ მოუწევს თავის პრინციპებთან შეჯახება და თუ ადამიანი სიმართლესაც ხედავს და ამას მიყვება მუდამ და მართლმადიდებელია, მაშინ ეს უფრო გმირის გზა არის და ან ტანჯვის ატანის, თუმცა საბოლოოდ ეს ადამიანი ძლიერია სულიერად და იმარჯვებს. ჩვენს რეალობაში რო გადმოვიტანოთ, ეხლა აქ რო გადმოვიტანოთ, რა ხდება? ეს არის ფარსი. ანუ საძირკველი არის დანგრეული. ადამიანმა უკვე რამდენჯერ მოგვატყუა, ვინც ამ ყველაფრის სათავეშია და ეხლა როგორ უნდა ვინმეს დაიჯეროს, რომ აქედან რაიმე ნაყოფი ნორმალური შეიძლება გამოვიდეს. ადამიანების თუ საქმიან ცხოვრებაში გადმოვიტანთ, ადამიანები ამას დიდ ყურადღებას არ ანიჭებენ, თუ ეხლა იძულებულია რომ წავიდეს, იმიტომ რომ სამსახურიდან გაგდების ეშინია, თქვა საჯარო სამსახურში მუშაობს, ზუბედურება, მაგრამ წავა და რაღაც მისთვის შვება იქნება, რომ იმ ყუთში შევა და თქვა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას მისცემს ხმას. თუ თქვა ესეთი მდგომარეობაა. იმ ფილოსოფიიდან რაც მოგიყევით, იმის მიხედვით მოიქცევა, მაგრამ უმეტ ბევრი ადამიანი ამას მიიჩნევს, რომ ფარსია, მეც ასე მივიჩნევ და საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას. მე ასე მგონია, რომ ბიზნესის მაინც და მაინც დიდ ყურადღებას ამას არ უნდა აქცევდეს, ასე ვიძახი, ისევ ამ გრადაციიდან გამომდინარე და შესაბამისად ვერ ვხედავ პირდაპირ კავშირს ამ არჩევნებსა და ჩვენ ცხოვრების ყოველდღიურ ფერხულს შორის, ბიზნესის თვალსაზრისით. ეხლა რაც შეეხება რა გავლენებს შეიძლება ველოდეთ, ჩვენ ფუნდამენტურად ახლა ვართ აი ამ ჭიდილში, სიმართლის აღიარება, არ აღიარების ჭიდილში და ისე გამოვა ჩვენი ქვეყნის და ეკონომიკის საქმე, როგორც აქ არის. ანუ თუ საძირკველი დანგრეულია, რაღაცას ააშენეთ, მაგრამ შეხედეთ, ქვეყანა თუ არ ვარგა, შენ რაც გინდა აკეთო ეკონომიკა და იმას მიმზიდველობა არ აქვს და რაღაცა შენ რაც გინდა კარგი აკეთო, იმას ან წაგართმევენ,
გარედან ხალხი ნაკლებ ფასს დაადებს, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება იმას წაართვან. სხვა ქართველის ნაკლებ ფასს დაადებს, იმიტომ რომ ისევ იმას შეიძლება წაართვან, ან გაუფუჭონ ვიღაცა, ანუ ვითომ მშვიდობა გვაქვს, მაგრამ ხვალ ვიღაცის ისეთი სუსტი ვიქნებით, რომ ნებისმიერი გარეთა ძალა რაღაცებს გვაიძულებს. ანუ რეალურად დანგრეულ საძირკველზე კარგი ეკონომიკა არ შენდება, არც კარგი ბიზნესი არ შენდება, ეს არის. ეხლა კიდევ სხვანაირად რო გადავხედოთ ბიზნესურ ენაზე. თქვა თქვენმა თანამშრომლობ ბევრჯერ მოგატყუათ, რა ვიცი, კიდევ დაუჯერებთ იმას, უფროსმა მოგატყუათ, დაგკვირდათ ბონუს რაღაცას და არა მარტო ბონუსი არ მოგცათ, არამედ დაგაჯერა და ანგარიში მოგატყუა თუ არა არ გეკუთვნოდაო და პირიქით თქვენ ახართ უფროსი და თანამშრომელი გატყუებთ. ხა ერთხელ არ შეგისრულა დავალება, მერე მოგატყუა, მესამედ მოგატყუა, ხო, როგორ დაუჯერებთ. ამიტომ აი ამ ფუნდამენტიდან რომ გამოვიდეთ, თუ ეხა გამოვლენ და ვისაუბრებენ ეს მერობის კანდიდატები რომ და მაგალითად ირაკლი კუბრაძე ჩემთვის რა ვიცი ბევრი სითბო მაქვს ამ ადამიანის მიმართ და ბევრი პატივისცემაც მისი ახალგაზრდა კაცია და ამდენი ბრძოლის გამო რაც მას გავლილი. ეხლა რაღაცა მდგომარეობაში არის ჩემი აზრით გაჭედილი ეს უკაცრავად ვიტყვი და ხა მეორე მხარე ბატონი ნიკოლაძე ჩემი აზრით უკვე ტყუილის მსახურში არის და ბოროტნაყოფს იღებს მისი შრომა. მისი დაპირებები ხა ბევრი გაუტეხია. Ну, არ მინდა გადავიდე იმაში. ფუნდამენტურად ვფიქრობ, რომ ბოროტნაყოფს იღებს და არაფრის განხილვა არ მინდა. ანუ ადამიანი მერია თუ რაღაცა სიცრუის მანქანის ნაწილი და ხისტი და უხეში და უზრდელი ხშირად ვერ გამიგია და აქეთ რაც შეეხება ეს ხალხი რაღაც გაჭირვებაში არიან რა, ანუ ცდილობენ რაღაცას, მაგრამ დანგრეულ საძირკველზე კედლები არ შენდება. ახსენეთ დაპირებები, რაც მათ შორის გუშინ მოვისმინეთ მერობის კანდიდატისგან ვსაუბრობ კახი კალთზე, რომელმაც არის 2 მეტროს სადგურის მშენებლობა დაანონსა და ასე შემდეგ. რამდენად თავსებადია ბიუჯეტთან, რამდენად რეალისტურია თავის მხრივ, რომ გავეშვათ ზოგადად არსებულ მდგომარეობასაც, ის რასაც გვეუბნებიან, რამდენად შეიძლება რეალისტური იყოს ვიღაც ადამიანებს შეიძლება შეეროდეთ, რომ რაღაცა კონკრეტულ ვადაში შესაძლებელია ამ ტიპის პროექტების განხორციელება. ამაზე რა პასუხის გეცემა? რა ვიცით, ხა ხომ ვარკეთილის მეტროში ხედეთ და ჩადით მეტროში, მე დავდივარ მეტროში შესაძლებლობა აქვს. მე დავდივარ მეტროთი და ხედავ როგორ სადგურებსაც ააშენებს, ხედავ. რამდენი წლის განმავლობაში ხო ვარკეთილის რეაბილიტაციის ვერ გაკეთებული ვარკეთილის ფონზე ალბათ ძალიან ხმამაღალი განაცხადი ორი ახალი მეტროს სადგურის მშენებლობა. ეს არის რა, ესე იგი სიმართლეს ხედავ თუ არ ხედავ, კიდე დაუჯერ, აი 10 ჯერ მომატყუე, რა ვიცი, 30 ჯერ მომატყუე და ხა კიდე რო დაუჯერ, რა ვიცი, ხა სადახარ რა. ბატონიკა, როგორია მოლოდინები წლის განმავლობაში ეკონომიკურ ზრდასთან და ეკონომიკასთან მიმართებით? რა პროგნოზები გამართლდა მთელი ამ დროის განმავლობაში და რა მოლოდინები გაქვთ თქვენ პირადად არსებული არჩევნების ფონზე და შემდგომი აქციებია დაანონსებული და ალბათ წლის ბოლოს არ გვექნება მარტივი? მე არაერთხელ ვთქვი, რომ დაღმართზე ვდგავარ და ესეც არის. ეხლა უკვე ოფიციალური მონაცემებით 6.9%-ზე არის დაჩამოსული, თუმცა ამ ზრდის დიდი ნაწილი არის ეფემერული, მოდის ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორიდან, რომელიც ფაქტობრივად დიდი ნაწილი იმისი საქართველოს ეკონომიკიდან განყენებულია. თქვათ, გარეთ არის ბრუნვები, მომსახურება, ანგარიშებზე თუ აქ ფული ბრუნავს და ვიღაცას ნაწილობრივ იქიდან ხელფასი ერიცხება და დიდი ნაწილი შეიძლება უკვე აღარც ერიცხება აქ, ეს საქართველოს ეკონომიკაზე დიდ დასახვას არ პოვებს. შესაბამისად, დაახლოებით აი ესე ძალიან მარტივი გათვლით შეიძლება 3-4% იყოს. და თუ იმას შევხედავთ, რომ ფუნდამენტი არის გაფუჭებული, ანუ საძირკველი დანგრეული, მაგალითად, მშენებლობის სექტორს ძალიან დიდი სირთულეები აქვს, იმიტომ რომ არ არის საინტერესო, მიმზიდველი არ არის ახლა საქართველოში ბიზნეს ყიდვა. კოვიდის შემდეგ და რაღაცა უკრაინიდან ომიდან გამომდინარე ფულის შემოდინებიდან და მათ შორის ბევრი შავი ფულის შემოდინებიდან, როგორც ახლა აღმოჩნდა 5 მილიარდ დოლარს გაუვლია თურმე ნაღდ რუსულ ფულს საქართველოში მარტო 2023 წელს და ახლა იმის 10% რო დარდელიქილი ყვა ფულის გათეთრების სხვადასხვა მეთოდებით კარგა ბევრი ისეთი აღურიცხავი შემოსავალი შემოვიდა ამან დროებით გაამყარა ლარი, მაგრამ ეს შენობა აღარა მიმზიდვა, ანუ ხალხმა დაიწყო ბინების შენება, ეხლა მიხვდა რომ ასეთ ქვეყანაში, სადაც სამართალი არ არის, სადაც პერსპექტივა არ არის, რა თმინდა ბინა, წამოვწვევი, გადავწვევი დივანზე, ტელევიზორს უყურებ, ლამაზია ყველაფერი, მაგრამ გულს არ მიხარებს. საქართველოში ხა თუ ვინმე გამოვიდა, კარგად დაუკვირდება, ხალისი და სიხარული არ არის. თუ კურმარელია, თუ кейფია, თუ რაღაცა, ისიც ყალბი, ანუ ფოტოები გაიხსენეთ ხალხო თქვენი ძველი დაათვალეთ რომ იღიმებით, მაგრამ გაიხსენეთ როგორი განწყობა ქონდათ, გიხაროდათ თუ ისე იღიმებოდით რა, რომ კარგად გამოჩენილი ყავთ. რა გქნობთ ხალხო გულში? აი ესა უბედურება რომ ხალისი არ არის და სადაც ხალისი რწმენა, ნდობა არ არის, იქ არაფერი კარგი არ შენდება და შესაბამისად მაქვს სუდი მოლოდინები, სანამ არ შევცვლით ამ მდგომარეობას. ძნელი შესაძლებელია. ქართველის გზა არის ან ნაცარქექიას გზა, ან
რავი, ასფურცელას, ამირანის გზა, ანუ ან ებრძვი პროაქტიულად შენ იბრძვი ამ ცხოვრებაში და რაღაცებს აკეთებ, ან სხვა ხრიკებით, მაგრამ ერთიც და მეორეც ბოროტს არ ემსახურება. და ამიტომ ქართველებს მე ყველას ველი ამას, რომ ქართველები გაიღვიძებენ და მიხვდებიან, რომ მისი გზა არის ამასთან შეჭიდება და იმ გზებით როგორც შეუძლიათ. რომ გადავიტანოთ სხვა ქვეყნების მაგალითზე, მაგალითად ფინეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთმა დაჩაგრა. მაგრამ ეს არ ნიშნავს და ფინელები რაღაცნაირად თავს უხრიდნენ რაღაც პერიოდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმათმა სული გაყიდეს. ისინი სახლი რო აგეშენებინა, ფინეთში უკვე დიდი ხანია, უზარმაზარი ბუნკერი უნდა აგეშენებინა ომისგან დამცვე და ომისთვის ემზადებოდა, ნახეთ ეხლა რა მაგრები არიან, ნატოში შევიდნენ, ევროკავშირში, ყველაფერში დიდი ხანია და ჩვენ არ ესე იგი თუ ვინმე თავს იტყუებს, რომ აი ხა თავს უხრი დათვი მოგვერია ბაბაიას უძახი და ისევ მაგდებითო, ეს ასე არ არის. უმეტესობა ვინც ასე იძახის სამწუხაროდ ან ბოროტი სამსახურში დგება, ან არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ხვალინდელი დღისთვის მოემზადოს და ასეთი ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება და მისი მომავალი იქნება ძალიან მძიმე. ერთეულები ბოროტის სამსახურში მყოფები რაღაცას მოჯიჯგნიან და ვითომ გაიხარებენ, მაგრამ ბოროტის ბედი და სული კარგად არ არის და ფილმი მონანიება, როგორც მთავრდება ის კაცი ვარლამ არავიძე, ისე არის იმათი ბედი და რაც შეეხება დანარჩენებს, რა ვიცი, ახლა ზოგი გაიქცევა, ზოგი რაღაც უბედურებაში იცხოვრებს და ზოგი ბოროტის სახური იქნება. პროცესებს ელოდებით წლის ბოლომდე ამ ნაწილში გაქვთ რამე პროგნოზის გაკეთების საშუალება დღეს? მე მჯერა რომ ჩვენ შეგვიძლია ცვლილება თემ სოფლიოში მიმდინარეობს ახლა ძალიან ცოტა ირიბად კეთილისა და ბოროტის ბრძოლა, ზოგი გვერდზე დგება, ზოგი აქტიურ ბრძოლაში ჩაბმული, მე მჯერა რომ გაიმარჯვებს კეთილი და ძალიან სხვანაირი ეპოქა მოვა და მე არ ჩანს ხომ მივხვდით კოვიდის პერიოდში ვაიმე რა დაგვემართება. თქვა მეორე მსოფლიო რაც იყო 90-იან წლებში ვაიმე რა დაგვემართება და არ აქვს ხომ ამას დასასრული გვირაბის ბოლოს სინათლე არის და ვირწმუნოთ სიმართლის, ვირწმუნოთ სიმამაცის და ვირწმუნოთ სიყვარულის და ჩვენ გავვალთ ბოლოში და ეკონომიკასაც ავშენებთ და ყველაფერს და მე მგონია რომ ქართველებს არ წამს რომ ქართველებს შეგვიძლია ცვლილება, ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ერი, იმიტომ მოვედით რომ სიმართლეს ვადიდებდით და ჩვენ ახლაც ამას შევძლებთ, რომ ბოროტს დავამარცხეთ, შევცვლით და უკეთეს ქვეყანას ავაშენებთ. თუმცა ძალიან ბევრი საკუთარ თავში ჩახედვა გვჭირდება, რომ ბოროტთან ბრძოლაში სხვა ბოროტი არ გამოვთხაროთ. ამიტომ სიმართლეს და სიყვარულს ეს ყველა ჭირდება და გონიერებით უნდა გავაკეთოთ, რასაც ვაკეთებთ. მადლობა დონიკა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. ნიკა შურღაია იყო ჩვენთან ერთად ფინანსისტი.